დღეს გადავხედე სოციალურ ქსელს და მაინტერესებდა წუხელის რომ ირანმა დაგვარტყა მაინტერესებდა უკრაინის სოციუმში რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხალხის დამოკიდებულება რა სოციუმში რა ვინ რას წერდა. ყავს ესე ვაკვირდები მტრებს, ისრაელის მტრებს ერთი რა პროპაგანდას ავრცელებენ და ეხლა ამჯერად საქართველოზე მინდა ჩავწერო. ხო და ესე იგი მოკლედ, ესე იგი ისრაელის მტრები ვინც არიან საქართველოზე ვიტყვი ამჟამად, ესე იგი თქვენ ხართ რა გითხრათ, არ ვიცი, ალბათ ღმერთს ედარებით, ისეთი ადამიანები ხართ და თქვენ იმხელა გაგება გაქვთ და თქვენ იმხელა პროგრესი გაქვთ გონებაში და თქვენ იმდენად პრაგმატულები და იმდენად წინდახედული და მოკლედ ვანგებიზი ხართ პირდაპირ და რა ვიცი აბა, რა ვიცი ხო თუ ასეთი მაგარი ჭკვიანები ხართ ის სხვის ომში საქართველოში რატოა ამდენი პრობლემა მაშინ ეგ ერთი იქნებ ჯერ თქვენს ქვეყანაში გაერკვიოთ და მერე ისრაელზე ილაპარაკოთ აუგი და ზედმეტი მინდა შეგახსენოთ რომ 7 ოქტომბერს 2023 წლის 7 ოქტომბერს ნუხბას ტერორისტები რომ შემოიჭნენ ისრაელში და ამოხოცეს ოჯახები მშობლების თვალწინ და ბებია ბაბუების თვალწინ და ოჯახები საერთოდ გვამები რო არ დაეტოვებინათ შემდეგ დაწვეს რომ დაჟე აი დასამარხი რო არ დაეტოვებინათ ოჯახები პროსტა და ადამიანები ოჯახებიანად ამობუგეს და ძევლები გაიტაცეს 7 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს კიდევ ხო, ლიბანმა ისრაელის დაბომბვა დაიწყო მასიური და არ გაჩერებულა. აი დღეს ვინცაც გონიათ რომ აბა რა ეგონათო, ლიბანს რო ბომბავდა ისრაელიო. ხო, ეგ მინდა შეგახსენოთ რომ ისრაელი სანამ ლიბანს დაბომბავდა, ლიბანმა დაიწყო ისრაელის დაბომბვა 2023 წლის 8 ოქტომბრიდან, იმიტომ რომ ნუხბას ტერორისტებს ღაზისა და პალესტინის მკვლელებს, არაბებს უჭერდა მხარს და დაიწყო ისრაელის დაბომბვა. ეგ მეორე. ეხლა მესამე. ასეთი ძალიან აი მართლმადიდებლები რო ხართ და ასე ტრაბახობთ თქვენი ქრისტიანობით და აი ჩვენ ქართველები და ეს რა თქმა უნდა ეს ყველა ქართველს არ ეხება. აი იმათ მიმართ ვისაც დიდი პროტესტი აქვს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი თქვენ ასე დიდო ქართველებო, ხო, მინდა გითხრათ რომ აი მაგას როგორ ეგუებით რომ ჩვენი მძევლები გაიტაცეს 7 ოქტომბერს 2023 წლის და ყველაზე პატარა მძევალი 9 თვის იყო. მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც თავის 4 წლის ძმასთან და დედასთან ერთად და მამასთან ერთად გაიტაცეს მძევლად და კიდევ 300 ადამიანი, ხო, მათ გარდა. ყველაზე პატარა მძევალი იყო მეძუძური 9 თვის, მერე იყო 1 წლისა და 2 თვის და ასე შემდეგ. ჩაკლეს, ხო, 75% მძევლების ჩაკლეს, დაანაწევრეს და თავიანთ ცოცხალ ტერორისტებზე ურიგდებოდნენ ისრაელს, უყენებდნენ პირობას, კი არ ურიგდებოდნენ, პირობას უყენებდნენ ისრაელის სახელმწიფოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ისრაელი თავის გარდაცვლილ მოკლულ მძევალსაც კი არ დატოვებს სხვის მიწაზე, სხვის ტერიტორიაზე. და ტერორისტებმა და მსოფლიომ ეს ძალიან კარგად იცის, რომ თუნდაც 50 წელი გავიდეს, ისრაელი მაინც დაიბრუნებს იმ მოკლულ მძევალს, არ არსებობს. და ჩვენი ისრაელის წაიყვანეს ცოცხალი, გაიტაცეს ცოცხალი ადამიანები, ბავშვები, მოზარდები, ქალიშვილი, გოგოები, ვაჟიშვილები, ბიჭები, ახალგაზრდები წამებაში მოგვიკლეს და მერე
ისრაელს პირობას უყენებდნენ, რომ ისრაელს გადაეცვალა ჩვენ ცოცხალ მოკლულ ტერორისტების მოკლულ გვირაბებში გადაეცვალა ერთ მძევალში მოკლულში, რომელიც მოგვიკლეს 1000 და 1500 მაგათი ტერორისტები, ცოცხლები, რომლებიც ისრაელის ციხეში არჩევითი კვებით ზიან, კურნალობენ, ერთობიან, ბილიარდს თამაშობენ, განათლებას იღებენ, ფსიქოლოგები ემუშავებიან და კიდევ იმაზე აქვთ პროტესტი, რომ იცი რა, ნაინი არისო მთლად გემრიელი და კარგად შეციებული. მე ამაზე პრეტენზია მაქვს და იმაზე მაქვს პრეტენზია, რომ წუნიანი იყო და აი ესე უტრიალებდნენ ციხის პერსონალს ლანგარზე მირთმეულ საჭმელს და საუზმეს. აი ეს ტერორისტები, რომლებიც მორჩა მაგათი გულაობა, ვენაცვალე ბენ-გვირს, ჩვენი უსაფრთხოების მინისტრს, ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს, ვენაცვალე ბენ-გვირს, ქოლა ქავოდ, ბრავო. და რა მაინტერესებს, აი თქვენ ეგეთ ქართველებს მოგმართავთ, რომლებიც აი ზიხართ და პროპაგანდას რო ავცელებთ სოციალურ ქსელებში და მაგარი ქართველები ხართ და ძალიან განიცდით რა ისრაელი. რატო მაშინ არ ამბობთ, რომ ხეზბოლა 60% ქრისტიანები რო ამოხოცა ლიბანში. მაშინ რატო არ იხოკავთ თქვენ ტერორისტების წამახალისებლებო, ტერორისტებს რო აღმერთებთ და გგონიათ რომ თქვენ ისრაელის სახელმწიფოზე და ებრაელ ერზე ან სულიერად, ან ღმერთისადმი სარწმუნოების მხრივ, რატო გგონიათ რომ თქვენ ებრაელებზე და ისრაელის სახელმწიფოზე მაღლად გახართ, ან მორალით, ან ადამიანობით. რატო გაქვთ ამხელა წარმოდგენა თქვენს საკუთარ თავზე? აი ლევან ფარტოვი, აი ეს გოგავა, იაფასიანი ბლოგერები რო ზიხართ, აი ისრაელს ვინც განიხილავენ რა ცუდად, აი ლევან ფარტოვი რა. ვაიმე როგორ არ ვიცი რა, ესენი როგორ უნდა შერიგდნენ. ვის შერიგებაზე ლაპარაკობ ლევან ფარტოვი? ვის უნდა შეურიგდეს ისრაელი? ტერორისტებს, რომლებიც მოვიდნენ და ბავშვები ჩაგვიკლეს? შენ ხომ არ გააჟრიალებს ტვინში, შეუნამუსო არა ადამიანო შენ. შენ ცოტა მანდ დაეტიე და შენ პრობლემებზე ისაუბრე და შენი სახელმწიფოს პრობლემებზე. ისრაელს დაანებეთ თავი. ერბილე ნემსაძე, დავით ნემსაძე, აი ეს გოგავა და მექეშები რო გიზით მანდ, იაფასიანი რაღაცა ასლარიანი პროპაგანდისტები, როგორ მეწოდებით მართლა. აი ზუსტად თქვენნაირები უთხრიან საქართველოს ძირს. თქვენ ხართ საქართველოს შემარცხვენელი ნაწილი. დღეს რომელი ქართველიც გამოვა და ისრაელზე აუქს იტყვის და პროპაგანდაშია ჩაფლული, ხო? მერწმუნეთ რა, თქვენ ხართ აი პლინტუსის ქვემოთ ადამიანობითაც, მორალითაც. რატო მაშინ არ გამოდიხართ? გაეროთ, გვაშინებენ და რეზოლუციებით ისრაელს თურმე არ გამაცინოთ ხალხმა. არ გამაცინოთ, არ გაგვაცინოთ რა. ხომ იცით ძაღლი ყებდაო, ქარავანი მიკროდაო, თუ რაიმეს იტყვით ისრაელზე, თქვით რაც რეალობაა და აი ეს იაფასიანი თქვენი აი ეს პოდკასტები რუსული გადმოღებული. ეხლა ახალი ისაა გორეთ, ხო? ვიდეოებს აქვეყნებთ, ვითომ ისრაელის ენაზე ლაპარაკობენ ივრითზე და მერე თარგმანს ადებთ, როგორიც გააწყობთ, ხო? ეხლა უკვე იმას აქვეყნებთ, რომ ვითომ ევროპიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, იქიდან, აქედან ებრაელებს ყრიან. დაწყნარდით, ებრაელებს არავინ არ გამოყრის, იცით რატომ? მთლიანი ეკონომიკა, სადაც ებრაელები ცხოვრობენ, ხო? ებრაელებზეა დაყრდნობილი. დიახაც ებრაელები ტვინით ჯობრიან ყველას და იმიტომ გგონიათ, რომ ებრაელები